დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ თუ როგორ გამოვიყენოთ AI ბიზნესში. AI დღეს ისეთივე გარდამტეხი ტექნოლოგია, როგორც 2000-იანებში იყო ინტერნეტი, ან უფრო ადრე ელექტროენერგია. Bill Gates-მა დაახლოებით მაგ პერიოდში თქვა, რომ რომელი ბიზნესი არ იქნებოდა ინტერნეტში, მას მოუწევდა გაქრობა და დღესაც დაახლოებით ეგრე ალბათ სიტუაცია ის, ვინც ამბობს არ გამოიყენებს AI-ს, მას სავარაუდოდ მოუწევს გაქრობა ან იქნება ნაკლებ კონკურენტული. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები, რომ მოგცეთ ინსპირაცია თუ როგორ შეგიძლიათ და პრაქტიკული მაგალითები თუ როგორ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ AI თქვენს ბიზნესში რეალურად ხვალიდანვე ან დღეიდანვე. ძალიან მიკვირს ხოლმე და მეცინება როცა AI-ზე ყიდიან კურსებს, ალბათ მე პირადად ჩემხოთ 10-მდე AI-ის კურსი. რეალურად AI ყველაზე მარტივად მოსახმარი ტექნოლოგია, რადგან შეგიძლია რომ პირდაპირ ელაპარაკო, რადგან ის ყოველ შემთხვევაში აზროვნების სიმულირებას ახდენს და გუპასუხობს და გვეჩვენება რომ აზროვნებს. ამიტომ არანაირი კურსების ყიდვა სავარაუდოდ არ გჭირდებათ AI-ის მიმართულებით. შეგიძლიათ რომ თქვენვე მოახდინოთ მისი ინტეგრაცია თქვენივე ბიზნესში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ აბსოლუტურად ყველა კომპანიაში იქნება მთავარი AI ოფიცერი, როგორც არის მაგალითად მთავარი ფინანსური მენეჯერი, ან მთავარი ბუღალტერი, ან მარკეტინგის მენეჯერი. AI-ს აუცილებლად იქნება მსგავსი თანამდებობა, ასე ვთქვათ, კომპანიებში და ყველა კომპანიას დასჭირდება, რომ მოახდინოს მისი ინტეგრაცია თავისთან ყოველდღიურ პროცესებში. რადგან AI-ს რეალურად შეუძლია, რომ გაგვიმარტივოს, გაგვიმჯობესოს და უფრო ეფექტური გახადოს ჩვენი workflow. დღევანდელ ვიდეოში გავივლით 3 ნაბიჯს თუ როგორ მოახდინოთ AI-ის ინტეგრაცია ბიზნესში. დღესვე ან ხვალვე მარტივად. ეს ნაბიჯები პირადი გამოცდილების გაზიარებაა. მე რაშიც ვიყენებ ან რაშიც მინდა რომ გამოვიყენო, იმას გიზიარებთ და საკმაოდ მარტივია ეს ყველაფერი საინტეგრაციოდ. მაშასე დავიწყოთ პირველი ნაბიჯით. პირველ რიგში გამოიყენეთ AI თქვენთვისვე უფრო უკეთესად. ანუ მოახდინეთ მისი სწორი პრომპტირება. მაგალითად, ეკრანზე ამონათდება ერთ-ერთი პრომპტი. ამ პრომპტის მიხედვით შეგიძლიათ რომ ChatGPT უმჯობესია და აუცილებელია რომ ფასიან ვერსიით არ გებლობდეთ, გახადოთ თქვენი ბიზნეს კონსულტანტი ან თქვენი ბიზნესის ზრდის სპეციალისტი. ანუ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ რამოდენიმე ჩატი, ერთ-ერთ ჩატში მაგალითად ChatGPT იყოს თქვენი ბიზნესის ზრდის კონსულტანტი ან ანალიტიკოსი ან კოუჩი, ნებისმიერი როლი შეგიძლიათ რომ მისცეთ, ოღონდ ამ როლის შესაბამისად უნდა დაატრენინგოთ. მაგალითად ამ პრომპტით შეგიძლიათ რომ ChatGPT იყოს $20,000-იანი, თვეში $20,000 რაც დაგიჯდებოდათ, დაახლოებით წარმოიდგინოს თავი $20,000-იან ბიზნეს კონსულტანტად. ისე გელაპარაკოთ, ისე იფიქროს, ჩაატაროს კვლევები, გითხრათ თქვენი ბიზნესის შესახებ დამალული პოტენციალი, შეისწავლოს კონკურენტები, მოგცეთ სტრატეგია თუ რა არის აუთვისებელი ნაწილი, აუთვისებელი სფერო თქვენს ბიზნესში, როგორ მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა. ანუ შეგიძლიათ რომ ელაპარაკოთ და გამოიყენოთ როგორც თქვენი ტვინის გაგრძელება. ანუ AI რეალურად მაგაში უნდა გამოვიყენოთ. უნდა გამოვიყენოთ როგორც ჩვენი ტვინის გაგრძელება, ციფრული გაგრძელება. შემდეგ იმავე ჩატებში მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ თქვენი ბიზნესის შესახებ. შეგიძლიათ რომ აუტვირთოთ თქვენი შეთავაზებები, რა თქმა უნდა აჩვენოთ თქვენი ვებსაიტი, მოუყვეთ თქვენს ბიზნესზე, უთხრათ თქვენი კონკურენტების შესახებ, ანუ მიაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია და რამოდენიმე თვეში თქვენ ნახავთ, რომ საკმაოდ ბევრი ეცოდინება და შეიძლება რომ ისეთი რაღაცები აღმოაჩინოს. აღმოაჩინოს ცოტა დამამინათქვამია, მაგრამ შედარებიდან გამომდინარე ისეთი რაღაცები გითხრათ, მოგწეროთ. რაც შეიძლება თავში არასდროს მოგსვლოდათ, ისე გაანალიზოს თქვენი კონკურენტი, ან ისე გითხრათ რა გაკლიათ კონკრეტულ შედეგამდე, რომ რასაც შესაძლოა დასჭირდებოდა ანალიტიკოსთან ან კონსულტანტთან გუნდი. თან კარგი ის არის, რომ დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით და ასევე რაც უფრო განვითარდება GPT-ს და შემდეგი მოდელებიც რაც უფრო მალე გამოვა, უფრო ჭკვიანი გახდება, ასე რომ ვთქვათ, ეგ ჩატი. ეცოდინება თქვენს შესახებაც, როგორი ტიპაჟი ხართ, რა ტიპის გაწყვეტილებებს იღებთ და შეიძლება რომ უფრო თქვენზე მორგებულად გესაუბროთ, მაგრამ ამისათვის როგორც გითხარით, საჭირო სწორი პრომპტირება, რათა კონკრეტულ ჩარჩოებში იყოს მოქცეული და მაქედან გამომდინარე გელაპარაკოთ. ანუ პირველ ნაბიჯად შეგვიძლია ავიღოთ ის, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ საბჭოს რამოდენიმე წევრი, მაგალითად დუბაიში National Artificial Intelligence-ის, ანუ ნაციონალური ხელოვნური ინტელექტი დაამატეს მინისტრთა კაბინეტში
ინტერნეტში, როგორც მრჩეველი, დამეტეს კიდე რაღაც საბჭოებში და საკმაოდ სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს. 2026 წლიდან აპირებენ რომ დაამატონ ფედერალურ ორგანიზაციებში, სხვა საბჭოებში, ანუ ნელ-ნელა აბსოლუტურად ყველგან დაამატებენ AI-ს და მისი მიზანი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობის გაზრდა და სწრაფი ანალიზის მოხდენა. ანუ AI შეუძლია რომ ერთ წამში გაანალიზოს ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რადგან კომპიუტერია. და ეს შეგიძლიათ რომ თქვენვე მარტივად ძალიან ბანალურად გამოიყენოთ ChatGPT-ით, შექმნათ რამოდენიმე თქვენი ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც დაელაპარაკებით და ატრენინგებთ და გეყოლებათ AI ანალიტიკოსი ან AI მრჩეველი, რომელთან ერთადაც შეგიძლიათ შემდეგ რომ დააბრეინშტორმინგოთ ახალი პროდუქტის იდეები, ცადოთ მარკეტინგის ახალი არხები, შეგიძლიათ თხოვოთ შეისწავლოს თქვენი კონკურენტები და გითხრათ რითი მოიპოვოთ უპირატესობა, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით, უფრო კარგ იდეებს მოგაწვდით და შეიძლება რომ მისი მოწვეული ერთი იდეა ძალიან ბევრი ფული ღირდეს რეალურ ცხოვრებაში თქვენთვის. ერთი გენიალური იდეა ხანდახან 1000 ლარზე ძვირფასი. ანუ ნაბიჯი პირველი, საკმაოდ მარტივი ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ რომ დღესვე დაიწყოთ, მოახდინეთ სწორი პრომპტირება და გამოიყენეთ AI თქვენთვისვე. ოღონდ აუცილებელია რომ მოახდინოთ სწორი პრომპტირება, ჩათების განსაზღვრა, მათთვის სახელების დარქმევა, რომ იცოდეთ რომელ ჩატში რა როლით გესაუბრებათ ხელოვნური ინტელექტი, რა შეზღუდვები აქვს, რა კუთხით უნდა შეხედოს, როგორ უნდა წარმოიდგინოს თავი და ასე შემდეგ, რათა მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენთვის. რაც შეეხება მეორე ნაბიჯს, შეგიძლიათ რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ მონაცემთა ანალიზისთვის. ანუ დღეისათვის ბაზარზე არის ძალიან ბევრი AI ხელსაწყო. ანუ მეორე ნაბიჯში თქვენ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ AI არ არის მხოლოდ ChatGPT. კიდევ ძალიან ბევრი ხელსაწყო და ძალიან ბევრი ხელსაწყო იქმნება. ზოგადად კომპანიების დაახლოებით 80%-ზე ცოტათი მეტი ამბობს, რომ AI-ის მიმართულება მათთვის წელს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, მისი დანერგვა, მისი გამოყენება, ათვისება, AI ხელსაწყოების ბაზარი. წელს არის დაახლოებით 400 მილიარდ დოლარის ღირებულებით და ყოველწლიურად იზრდება 30-40%. ასევე AI პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებადობა ყოველწლიურად დაახლოებით 90%-ით იზრდება, როცა კლასიკური პროგრამების გამოყენებადობა, ანუ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება დაახლოებით 30-35%. ხო, ეს რაღაც ბუღალტერია მოგიღევით, თუმცა ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის AI ხელსაწყო არსებობს. კონკრეტულად რაც გჭირდებათ, ძალიან კონკრეტული ვიწრო მიმართულებებითაც არსებობს და იარსებებს AI ხელსაწყოები. აი მაგალითად თუ გჭირდებათ დაიხმაროთ AI ფინანსურ ანალიზში. აუცილებლად ბევრი AI ხელსაწყო უკვე რომელიც ფინანსურ ანალიზში ეხმარება კომპანიებს, თუ გჭირდებათ რომ AI დაიხმაროთ მარკეტინგში, გაყიდვებში, ოპერაციულ მენეჯმენტში, ნებისმიერი მიმართულებით შესაძლოა რომ იპოვოთ ათობით, ასობით და ხანდახან ათასობით ხელსაწყოც კი, რომელიც შესაძლოა რომ იდეალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს. მე რამოდენიმე AI ხელსაწყო შემიძლია რომ გირჩიოთ მონაცემთა ანალიზისთვის და გითხრათ რაში შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ისინი. მაგალითად არის ეს ხელსაწყო Obviously AI ქვია, სადაც შეგიძლია რომ ატვირთო დიდი მონაცემების ფაილები და შემდეგ პირდაპირ კითხვები გითხო, აი მაგალითად რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ჩემს გაყიდვებზე. ან აუტვირთო მომხმარებლის ძალიან ბევრი შეფასება და კითხო რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა გავაუმჯობესო. ასევე მონაცემთა ანალიზისთვის არის ძალიან კარგი ხელსაწყო, ქვია Polymer Search-ი და არ ჭირდება ამას მონაცემთა ანალიზის ცოდნა, ნებისმიერ მონაცემთა ფაილს მარტივ ინტუიტიურ დაშბორდად გარდაქმნის, სადაც მარტივად შეგიძლიათ რომ დაინახოთ სტატისტიკა და ანალიტიკა. ასევე არის DataGPT, ესეთი ხელსაწყო, რომელიც ძალიან კარგია ფინანსური ანალიზისთვის. თუმცა DataGPT საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ შესაძლოა რომელიმე კომპანიას უღირდეს მისი გამოყენება. კიდევ ძალიან ბევრი ხელსაწყო არსებობს, რა თქმა უნდა, ChatGPT-საც შეუძლია რაღაცები აკეთოს ამ კუთხით. რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ ხელსაწყოებით და რაში შეგვიძლია რომ კონკრეტულად გამოვიყენოთ AI მონაცემთა ანალიზისთვის. რეალურად რისთვისაც ადრე საჭირო იყო ანალიტიკოსთა გუნდები, რაღაც საბჭოები და ადამიანთა დიდი რაოდენობა იმისათვის რომ ბევრი მონაცემი გადაემუშავებინათ, ეფიქრათ და აღმოეჩინათ რაღაცები, დღეს შეუძლია რომ ერთ AI-ს რამოდენიმე წუთში, ან რამოდენიმე საათში მარტივად გააკეთოს. ანუ მაგალითად შეგიძლიათ გაიგოთ რომელი პროდუქტია თქვენთვის ყველაზე მომგებიანი. ან გაიგოთ რომელი მარკეტინგული არხებიდან გადმოსული მომხმარებლები იხდიან ყველაზე მეტ თანხას, თუ აუტვირთავთ მაგალითად საიტის ტრაფიკის მონაცემებს. ან მაგალითად თუ გაქვთ e-commerce-ი, შეგიძლიათ ატვირთოთ klientების შეფასებები, მიტოვებული კარტის, ანუ abandoned კარტის კომენტარები, საიტის ტრაფიკის ანალიზით, რომელ გვერდებზე ჩერდებიან, საიდან რომელ გვერდზე გადადიან და მსგავსი ინფორმაცია და კითხოთ რა უნდა გავაუმჯობესო იმისათვის, რომ კონვერტაციის მაჩვენებელი გამეზარდოს რამოდენიმე პროცენტით. და ანუ აუცილებლად ექნება რაღაც ბულეტები, რაღაც იდეები, რომელსაც მასიური
ინფორმაციიდან მიიღებს და მოგაწვდით. ან შეგიძლიათ რომ აუტვირთოთ ფინანსური ანალიზის ფაილები, ან თანამშრომლების რეპორტები. მოკლედ, ნებისმიერი რაოდენობის დიდი ინფორმაცია შეგიძლიათ რომ აუტვირთოთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოების ან ChatGPT-საც იდეაში და შემდეგ დაუსვათ კითხვები. ანუ როგორც ბიზნესის ფლობელმა შეგიძლიათ რომ მონაცემთა ანალიზი აიყვანოთ უმარტივესად შემდეგ ეტაპზე. და როგორც გითხარით, ამისათვის არ გჭირდებათ რაიმე კურსის ყიდვა, რადგან უბრალოდ რამდენიმე ნაბიჯად შეგვიძლია დავყოთ ესეც, უბრალოდ უნდა იპოვოთ შესაბამის ხელსაწყო, შემდეგ უნდა აუტვირთოთ მონაცემები, Excel-ი, Word-ი, დიდი რაოდენობით ფაილები და შემდეგ უნდა დაუსვათ კითხვები. ანუ ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ეს იყო წარსულში. და შესაძლოა რომ ისეთი ინსაიტები იპოვოთ, რომელზეც წარმოდგენაც არ გქონდათ. გაჩნია როგორ კითხვებს დაუსვათ. და რაც შეეხება მესამეს, შეგიძლიათ რომ ChatGPT გამოიყენოთ როგორც შიდა ცოდნის ცენტრალიზება. ანუ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ custom GPT. თუ გაქვთ თქვენს კომპანიაში SOP ფაილები, ანუ სტანდარტული ოპერატიული პროცედურები, რასაც თანამშრომლები ძირითად შემთხვევაში, ან უმეტეს შემთხვევაში მიყვებიან, თუ გაქვთ სატრენინგო მასალები, თუ გაქვთ ჩამოყალიბებული შიდა აქცევის ეთიკა, თუ გაქვთ განსაზღვრული როგორ უნდა იმუშაონ თქვენმა თანამშრომლებმა კლიენტებთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ChatGPT-ს ეს ყველაფერი აუტვირთოთ და როგორც კომპანიის შიდა ტვინი, ისე იმუშაოს, ანუ თუ თქვენს თანამშრომლებს ექნებათ კითხვები ნაცვლად იმისა, რომ ან თქვენ კითხონ, ან ერთმანეთს კითხონ ChatGPT-ს, რადგან ერთხელ აუტვირთავთ და სულ იქნება და შემდეგ უფრო დატრენინგდება, უფრო მეტი ინფორმაცია ექნება და მის პასუხები უფრო და უფრო გაუმჯობესდება. მაგალითად, ჩვენ TenXSEO-ში გვაქვს SOP ფაილები, ძირითადად ყველა პროცესზე, იმისათვის, რათა ჩვენი ხარისხი გაფართოების შესაბამისად შენარჩუნდეს და ჩვენს კლიენტებს გქონდეთ შედეგები. ანუ რას ნიშნავს ეს? ძირითადად, ყველა კომპანიას აქვს, რა თქმა უნდა, შიდა ინფორმაცია, შიდა ინსტრუქციები, რომელიც ძირითადად სადღაც არის ხოლმე გაფანტული, ან არის Google Drive-ზე, ან კონკრეტულმა ადამიანებმა იციან თავიანთი მიმართულების ინფორმაცია და ამ შემთხვევაში მარტივად არის შესაძლებელი ამის ცენტრალიზაცია, ანუ ცენტრალური ტვინის შექმნა, რომელიც არც დაიღლება, არც თანამშრომლებს დააგარგვენებს დროს და 24/7-ზე მზად იქნება, რომ უპასუხოს თქვენ თანამშრომლის შეკითხვებს ისეთ ელემენტარულებს, რომლებიც აქამდე ბევრჯერ გაქვთ გავლილი და შეიძლება ყოველწლიურად იგივეს გავლა გიწევთ ხოლმე, მაგრამ ეს ეხლა ეცოდინება ChatGPT-ს, შეძლებათ რომ მას ელაპარაკონ და თქვენი ინსტრუქციები, თქვენი კომპანიის შიდა სტრუქტურა უფრო პირდაპირ გზით მიიღონ თანამშრომლებმა, რადგან ხანდახან Google Drive-ზე ჩამარხულ ფოლდერებს და ფაილებს არავინ არ ამოწმებს ხოლმე და ასე გაზარდოთ თქვენი ოპერაციული ეფექტურობა. ასევე შეგიძლიათ რომ ადამიანური რესურსი დაზოგოთ გარკვეულ პროცესებში, მაგალითად თუ რაიმე არის გადასამოწმებელი ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც ადამიანმა გადამოწმებინოთ ამ თქვენს დატრენინგებულ ChatGPT-ს თქვენი შიდა ცოდნიდან გამომდინარე. თუ ახალ თანამშრომელს მიიღებთ და გაატარებთ მას სტანდარტულ onboarding პროცედურებს, შემდეგ მას მისცეთ ამ chat-თან წვდომა და თუ რაიმეს ვერ გაიგებს, მას კითხოთ ხოლმე ნაცვლად იმისა, რომ თქვენს რომელიმე თანამშრომელს დააკარგვინოს დრო და წაუღოს ტვინი. ასევე ამით არ იქნებით თქვენ დამოკიდებული იმაზე, რომ ყველა ცოდნა იქნება სხვა ადამიანთან. ეს იქნება ცენტრალიზებული, იქნება რობოტთან, რომელიც მუშაობს სულ და ეს ამარტივებს თქვენს ოპერაციულ ეფექტურობას და მასშტაბიან შემთხვევაში ეს შეიძლება რომ ძალიან გამოგადგეთ, რადგან შეინარჩუნებთ ხარისხს და ასევე დაზოგავთ დროს, ანუ შენი გუნდი აღარ დაკარგავს დროს იმაში, რომ 10 ჯერ აუხსნას ერთი და იგივე თუნდაც ახალ თანამშრომელს, არ მოგიწევთ ერთი და იგივე გზის გავლა ბევრჯერ, ერთხელ დაატრენინგებთ და შემდეგ ის მუდმივად იქნება თქვენი თანამშრომლების ან ახალი თანამშრომლების მხარდამჭერი და ასევე გადამოწმებს შემდეგ რამდენად სწორად აკეთებენ მიცემულ ტასკებს მაგალითად. ჩემი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოყენება, რაც ამჟამად შეგვიძლია რომ ხელოვნური ინტელექტისთვის პოვოთ და თან ამის გაკეთება არც რთულია და ყველას შეგვიძლია. ანუ ის სამივე ნაბიჯი, რომელზეც ვისაუბრე, რეალურად ყველაზე მარტივი ნაბიჯებია, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური ცოდნა. არც დიდ დროს არ მოითხოვს. ყველაზე მარტივად შეგიძლიათ რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თქვენს ბიზნესში, თქვენს კომპანიაში დაიწყოთ ამ ნაბიჯებით. რეალურად ამერიკული კომპანიებიდან ვინ რაში იყენებს ახლა AI-ს. მაგალითად Salesforce-მა განაცხადა, რომ მისი პროცესების დაახლოებით 30-დან 50%-მდე ამ ეტაპზე ასრულებს AI. ეს პროცესებია კოდის წერაც, მომხმარებელთან კომუნიკაციაც, ანალიტიკაც, ძალიან ყველაფერში იყენებენ იდეაში წამყვანი კომპანიები ცდილობენ რომ დანერგონ აბსოლუტურად ყველა პროცესში. რაც რა თქმა უნდა სწორი მიდგომა, რადგან ბიზნესთვის ხარჯს იმცირებ და განმეორებით რობოტულ ტასკებს აკეთებინებთ რობოტს. ხოლო ბოლო მესამე ნაბიჯს რაც შეეხება, AI ცოდნის ცენტრალიზება AI chatbot-ში, Goldman Sachs-მა
ერგა მსგავსი ინიციატივა თავის კომპანიაში, დაახლოებით 10,000-მდე ან უფრო მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად იყენებს AI-ს, რათა კომპანიის ცენტრალიზებულ ცოდნასთან კონდეს მარტივი, სწრაფი და ეგრევე წვდომა. ხოლო რაც შეეხება Airbnb-ს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით, ამჟამინდელი მდგომარეობით მომხმარებელთა დაახლოებით 50%, ნაცვლად იმისა, რომ ოპერატორს ესაუბროს, ესაუბრება AI-ს chatbot-ს, კმაყოფილდება მისი მიღებული რჩევით, ან კითხვით, ან პასუხით და აღარ უწევს ადამიანთან დაკავშირება. ეს ზრდის როგორც ხარჯებს კომპანიის მხრიდან, ასევე ზრდის ეფექტურობას, რადგან AI შეუძლია რომ იმავე წამს კი პასუხონ, შეიძლება რომ ადამიანს არ ეცალოს. თუმცა როგორც Airbnb-ში ამბობენ, მომხმარებელს მაინც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაუკავშირდეს ადამიანსაც, ანუ ეგ ოფციაც უნდა ჰქონდეს, თუმცა ძირითადად მიმართვების 50%-ს AI ასისტენტი როგორც წესი აგვარებს და არ უწევთ ადამიანთან გადამისამართება. და ბოლოს, ბონუსად, გამოიყენეთ ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი პერსონალური განვითარებისთვის. მაგალითად, თუ კითხავთ ChatGPT-ს, რომ გაერთიანოს ყველა თქვენი ჩათი, ყველა თქვენზე არსებული ინფორმაცია და თქვენ შესახებ გითხრათ რაიმე ისეთი, რაც შეიძლება რომ არ იცოდეთ, ან ვერ ხვდებოდეთ და თან უთხრათ რომ ჩავიდეს სიღრმეებში. შესაძლოა რომ ისეთი რაღაცები გითხრათ, რაც თქვენთვის გამოგნებელიც კი იყოს. ასე რომ გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი და მისი რობოტული ანალიზის უნარები როგორც თქვენს ბიზნესში, ასევე თქვენი პერსონალური განვითარებისთვის.